მოგესალმებით ქალბატონინგა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამერიკის ინტერესი, თქვენ მართლად აღნიშნავთ, არათუ არ შენელებულა, არის ადგილზე, არის ძალიან დიდი და ჩვენ ვხედავთ არაერთი სხვა გამოხატულებით, რომ ეს ინტერესი მხოლოდ იზრდება და ბატონი ანდრეულის ვიზიტიც და მე შევხვდი მას ლელოს სახელით, იყო ერთი ძალიან მკაფიო დასტური ამ თვალსაზრისით. იყო ამ თემაზე საუბარი მასთან და თქვენ მას მიაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ჩააგდო ანაკლიის პროექტი თავის დროზე ინფორმით, რაც განვითარდა ანაკლიის თავს ქართულმა ოცნებამ. რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში აი ამ დონეზე მიაწოდეთ ინფორმაცია. კი, ჩვენ გქონდა მასთან საუბარი, ის მე ვიტყვი, არის ძალიან კარგად ინფორმირებული, მეც გქონდა დამატებით საუბარი ანაკლიასთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩაძირა ქართული ოცნების რეჟიმმა, ჯერ კიდევ წლების წინ ეს პროექტი სხვა კოლეგებსაც ჰქონდათ, ოპოზიციის სხვა ლიდერსაც ჰქონდა საუბარი ამ თემაზე მასთან, იმიტომ ეს არ არის ხო პარტიული პროექტი, ეს არის ეროვნული პროექტი, ეროვნული მასშტაბის პროექტი და ისაც დღეს ირაკლი კუპრაძემ თქვა ძალიან სწორად, არის ის, რომ ეს პროექტი უნდა გამოცხადდეს ეროვნულ სტრატეგიულ პროექტად, ეს პროექტი უნდა აშენდეს, იმიტომ რომ საქართველოს ჭირდება ასე, ვინმეს კი არ ჭირდება, ან მამუკა ხაზაძეს კი არ ჭირდება, პირდაპირ ვიტყვი, ან ლელოს კი არ ჭირდება, საქართველოს ჭირდება, ყველა მოქალაქეს ჭირდება, ყველა ქართველის ინტერესებშია მართლა საშულთაშვილო საქმეა, რატო? იმიტომ რომ ეს ნიშნავს, ეს პროექტი ნიშნავს რეალურ მშვიდობას, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით რეალურად მშვიდობის დერეფანი, ვისი მშვიდობაც და ვისი სტაბილურობაც იქნება ყველას ინტერესებში, ყველა სხვადასხვა გლობალური აქტორის ინტერესებში, ამ მშვიდობას ეყოლება გარანტორი ამერიკის შეერთებული შტატების და ევროატლანტიკური პოლიტიკური სივრცის სახით და ჩვენ ამიტომ ვთქვით დღეს ძალიან მკაფიოდ, რომ აქ ინვესტორები უნდა იყვნენ სწორედ ასეთი ფინანსური ინსტიტუტები, ამერიკული და ევროატლანტიკური ფინანსური ინსტიტუტები და არა კორუმპირებული ჩინური ინსტიტუტები, რომელიც არიან გაგდებული არაერთი ქვეყნიდან, რომელიც არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირდაპირი ეკონომიკური ფინანსური საცეცი, რომელიც არაერთ ქვეყანას ვიმეორებ გაძევებული ყავს კორუფციის და უხარისხობის გამო და ხოცები საქართველოს ეუბნებიან, რომ ასეთმა კომპანიამ უნდა ააშენოს პერსპექტივაში ამ მასშტაბის ქართული, ეროვნული და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დაუშვებელია და წარმოუდგენელია. ჩვენ მიგვაჩნია სწორად, რომ ამერიკულმა კაპიტალმა, ევროპულმა კაპიტალმა, რასთავარია გამჭვირვალე კონტრაქტებით ოპერირებადმა ფირმებმა და არა იქ რაღაცა ყალთაბანდები შემოყავთ ხოლმე და იქ რაღაცა 9 მილიონ კვადრატულ მეტრ ქართულ მიწასზე გადასცემენ და რომ არ ვიცით რა ხდება, არ ვიცით ვინ აშენებს, დაფარულია კონტრაქტი. ეს არის ჩვენთვის წარმოუდგენელი. როგორც სტანდარტი, როგორც პრაქტიკა, ეს არის მიუღებელი და არ შეიძლება რომ ერისთვის ეს იყოს დამაკმაყოფილებელი. აი ვიღაცა სანქციებული, რომელიღაცა სანქციებული კომპანია ააშენებს ასეთი მასშტაბის მართლა საუკუნოვან პროექტს. ხო, მაგრამ ნათქვამი აქვს ივანიშვილს, სწორედ მამუკა ხაზარაძე, როდესაც პირველად გააკეთა მან განცხადება, სხვა შორის რა პრობლემები ჰქონდა ანაკლიის პროექტს, მან თქვა ჩემთან ეთერში, ჩემ სტუდიაში პირველმა, რომ მას ივანიშვილთან როდესაც ჰქონდა საუბარი, მოისმინა ივანიშვილისგან ასეთი ფრაზა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. ანუ ეს არის მათი გამოკვეთილი პოზიცია. დღევანდელი თქვენი ინიციატივა ცოტა ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის, ალბათ გადაავლებდი თვალს სოციალურ ქსელსაც, განსაკუთრებით მე ვსაუბრობ იმ ნაწილზე, რომელიც ეხება იმას, რომ ანაკლიის სპორტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელი დაერქვას. ეს რა იყო, აი რითი ახსნით ამას? ჩემთვის ქალბატონინგა გულწრფელად გეტყვით, ღიმილის მომგვრელი არის ის ადამიანები, რომელიც საკუთარ არსებობას გვახსენებენ ლელოზე გაკეთებული კომენტარით რაღაც პერიოდულობით, ხო და ეს რაღაც სულ გახშირდა ბოლო დროს და მე გულწრფელად გითხრათ არ მივაქცევ დიდ ყურადღებას ამ ადამიანების კრიტიკას, უბრალოდ შევახსენებ, რომ თუ რაღაცა საკუთარ წვენში ხარშებიან ძალიან ბევრს ზოგიერთი მათგანი, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად არაერთი მათგანისადმი, თუ გაიხედავენ ცოტა უფრო შორს და არც ისე შორს, თუ ჩაიხედავენ სამხრეთით, დაინახავენ, რომ არსებობს უკვე ტრამპის სახელობის გზა.
და ანაკლია და ის ჯაჭვი, რომელიც ჩვენს ირგვლივ ვიკვრება, უნდა იყოს ამ გზის ლოგიკური გაგრძელება. ამ გზის ნაწილი, ასე თუ ვიტყვით, ხო? ამ გზის კარიბჭე, ამ გზის დასავლეთ სარტყელი, ასე თუ შევხედავთ, ხო? ამიტომ ჩვენთვის არაფერი გასაკვირი არ არის იმ მოწოდებაში, რომელიც გაკეთდა და ეს ერთ-ერთი ნაწილი არის, ხო? ეს პოლიტიკური, როგორ ვთქვათ, პოლიტიკური სახელია, ხო? და შინაარსში რატო არავინ არ შედის? აი ამ ხელა შინაარსი განიხილება ამ განცხადებაში ძალიან ბევრი სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამბავია მოცემული, ხო? მათ შორის ირაკლი კუპრაძის დღევანდელ განცხადებაში და ჩემთვის გასაოცარია, რომ როცა ქართველებს და ქართულ ეროვნულ ინტერესს ეხება, ვიმეორებ, საქმე, ხო, ეს არ ეხება ერთ ჯგუფს, ან თუნდაც სამ ჯგუფს, ეს ეხება ყველა ქართველს და ამ ერს, ყველა იმ ქართველს, რომელიც არსებობს და რომელიც იარსებებს. იმიტომ ეს ისეთი მასშტაბის პროექტია თავისი არსით. აი ბაქო ჯეიჰანი თუ შეედრება, ხო, იმიტომ თვისებრივად სხვაგან მიყავს საქართველოს, ხო, სხვაგან გადაყავს ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი კეთილდღეობა, მშვიდობა, რომელზეც ასე უსაფრთხოება, ეკონომიკური მიმართულება და ასე შემდეგ. სახელი კი არა, თავარი არის რომ აშენდეს, როგორც აშენდეს სწორი კაპიტალით, სწორი კონტრაქტით და ეხლა ვინ აშენებს თუ სწორად აშენდა, ეს მეორადი მნიშვნელობისაა, გულწრფელად გეტყვით, იმიტომ ჩვენთვის თავარი არის, სრული პასუხისგებლობით ვამბობ, ჩვენთვის თავარი არის, რომ ეს სპორტი აშენდეს და ქართველებმა არ დაკარგონ ის უნიკალური შანსი, რასაც გვაძლევს ეს სპორტი და მისი არა მარტო ეკონომიკური, არამედ სამხედრო და სხვა ტიპის ხასიათი. გრიგოლ, თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ანაკლია ყოფილიყო, თქვათ ერთ-ერთი თემა საუბრისა, რომელიც შედგა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და ირაკლი კობახიძეს შორის და საერთოდ რა ინფორმაცია თქვენ რა უნდა გითხრათ, ეხლა პირველ წყარო არ ხართ, მაგრამ აი ანალიზის დონეზე რომ გავაანალიზოთ რა ინფორმაცია ეხლა შეიძლება ჩვენ მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს, აი სულ ბოლო დღეების ამბებს რომ გადავხედოთ, გნებავ დავიწყოთ ალიევის გუშინდელი ვიზიტით, წინა კვირაში ფაშინიანის ვიზიტით, რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბრით, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი აქვე ირანის ელჩის ორი განცხადების გახსენებით, როგორც მუქარანარევი განცხადება, რომელიც ძალიან სწორად ჩემი აზრით და ალბათ თქვენი აზრითაც შეფასდა და თვითონ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებით, რომლებმაც დაანონსეს, რომ აი სულ მალე საქართველოში შედგება ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი, რომელზეც სხვა შორის დღეს რადიო თავისუფლებამ გავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პასუხი, რომ საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს არანაირი ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში დაგეგმილი შესაძლო ვიზიტის შესახებ. აპრილი თვითონ დაანონსა ქართულმა ოცნებამ. აი ერთიან კონტექსტში ეს ხომ ყველაფერი ერთმანეთთან ალბათ ბმაშია, ხო? რა ანალიზი შეგიძლიათ ეხლა რომ შემოგთავაზოთ? რა ხდება ჩვენს თავს? პირველი ეს არის ის, რომ საქართველოსადმი ინტერესი არ განელებულა, არც პოლიტიკური ინტერესი და მით უმეტეს არც შუა დერეფნისეული ინტერესი, ასე თუ ვიტყვით, პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ინტერესი არის მზარდი და ანაკლია თავისი არსით არის სწორედ იმ ტიპის და იმ მასშტაბის პროექტი, რითაც შეგიძლია დაინტერესო პრეზიდენტი ტრამპი მათ შორის და ის ტრანზაქციონალური საგარეო პოლიტიკური აზრი, ხო? ანუ ის, რომელიც ძალიან მარტივად უყურებს საგარეო პოლიტიკას, როგორც მე რას ვიღებ აქედან, ხო? სარგებლის მიხედვით, ეროვნული ინტერესის მიხედვით და აი ანაკლიაზე უფრო მეტი რამე აქვს საქართველოს? არა, ხო? ეს არის ყველაზე დიდი შეთავაზება, რაც ჩვენ როგორც ერთს, როგორც პოლიტიკურ საზოგადოებას შეგვიძლია გავაკეთოთ გარე სამყაროსადმი და ვუთხრათ, რომ ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ, სერიოზულად განწყობილი ვართ, რომ აქ ეს ძალიან დიდი პროექტი შედგეს და მე ვფიქრობ, ყველა ის ბოლოდროინდელი დინამიკა, ის ვიზიტები მათ შორის, ის ზარები გარკვეულ დონეზე მიუთითებს იმას, რომ პირველი გარკვეული ტიპის გადატვირთვაზე არის ფიქრი, მეორე ამ გადატვირთვას აქვს ფასი და აი ქართული ოცნება ძალიან ხშირად ცდილობს საქმე ისე წარმოაჩიოს, თითქოს ეს გადატვირთვა შეიძლება მოხდეს ფასის გადახდის გარეშე, ანუ მათგან კონკრეტული ტიპის ზომების და ნაბიჯების მიღების და გადადგის გარეშე, ეს ასე არ არის, შემიძლია დაგეთასტუროთ ჩემი არაერთი წყაროდან, ამერიკის დიპლომატიური წრეებიდან, ქართულ ოცნებას აქვს ძალიან კონკრეტული ტიპის ზომები გადაცემული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და მათ მოუწევთ იმოქმედონ ამ მიმართულებით. ანუ გადატვირთვის შესაძლებლობას
თქვენ უშვებთ, იმიტომ რომ სწორედ ეს იყო ოცნების განცხადებებიც, რომ არის მოსალოდნელი გადატვირთვა, მაგრამ აქვე თუ უშვებთ და საუბრობთ ფასზე, რა შეიძლება მაშინ იყოს ეს ფასი. ეხლა ჩვენ გვყავს ქართული ოცნება სრულ იზოლაციაში, ანუ თქვენ ამბობთ, რომ არის შანსი, რომ გამოძვრეს ამ იზოლაციიდან? ქართული ოცნება ცდილობს საქმე წარმოაჩენოს ისე, თითქოს ისინი შეძლებენ ამ იზოლაციიდან ყოველგვარი ფასის და ყოველგვარი ნაბიჯების გადადგმის გარეშე გამოსვლას. ეს ასე არ არის, მათ მოუწევთ კონკრეტული ტიპის ნაბიჯების მაშ რა ფასზე საუბრობ? პირველი ეს არის შუა დერეფის საკითხი, რაც ამერიკული პრიზმიდან თუ შევხედავთ, ეს არის შუა დერეფის საკითხი, ეს არის ჩინეთის ეკონომიკური გავლენის შემცირება, ეს არის ირანზე არსებული პოლიტიკის გასწორება და უფრო მეტი თანხმედრა, alignment, რასაც ქვია, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებთან. ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური და დემოკრატიული საკითხები, მათ შორის მე ღრმად ვწავს, ეს იქნება აბსოლუტურად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შეწყვეტა, იმიტომ ამის გარეშე ამერიკასთან ნორმალიზება ფიზიკურად გამორიცხულია და არ მოხდება. შესაბამისად, ეს არის 4 თუ 5 ტიპის ისეთი ზომა, რომელიც ძალიან მკაფიოდ არის გადაცემული ქართული ოცნებისთვის, როგორც სამოქმედო ნაბიჯები, რომელიც გაიზომება ამერიკის შეერთებული შტატების და კონკრეტულად სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ის, რასაც კალაძე, ალაგ-ალაგ გვეუბნება და იქ მახაშვილი და სხვები, რომ აი ჩამოდის ჯგუფი, ჯერ არანაირი ჯგუფი არ ჩამოდის. ხო, ნუ საელჩომ თქვა, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვს ამერიკული მხარის მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი. ნახეთ, თავისი ოცნებები შენ ძალიან გახვეული ეს ადამიანები და ძალიან ბევრი ილუზია გააჩნიათ. მაგალითად თვლიან, რომ ვინმე ამერიკაში მათ თვლის თანამოაზრებად. ეს ასე არ არის. ყველას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ირაკლი კობახიძე დარბოდა აი ქელეხ თეირანში. ყველას აბსოლუტურად და ტრამპი ამავე დროს არის პოლიტიკოსი, რომელიც უკვე წლები ამბობს, რომ ირანი მის ლიკვიდაციას აპირებდა და ტრამპი არის ის პრეზიდენტი, რომელმაც ჯერ კიდევ პირველი ვადის დროს და აქვე ვიტყვი, რომ ანაკლიას პირველი ვადის დროს პომპეომ გამოუცხადა მხარდაჭერა, ხო? ანუ ტრამპის პირველ ვადაშიც პრიორიტეტული იყო ანაკლია და ახლაც არის. და ამავე ტრამპმა პირველ ვადაში გენერალი ყასიმ სოლეიმანი მისი ლიკვიდაცია მოახდინა, ხო? ირანზე აი ესეთი მკაფიო იყო ნაბიჯების დონეზეც კი და აი ამის შემდეგ ირაკლი კობახიძე ბრძანდებოდა თეირანში ორჯერ და აი სულ ახლახან, ხო, როცა ათასობით ადამიანი მოკლა რეჟიმმა, ათასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ძალიან მაგარი ახალგაზრდები, რომელიც უბრალოდ საკუთარ სამშობლოს იცავდნენ და მისი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, აი ამის შემდეგ ქართული ოცნების რეჟიმმა ირანის დროშის ფერებში აანთო ანძა. ასეთ ვითარებაში რა და აიათოლა სიკვდილის შემდეგ გემახსოვრებათ გავრცელებული ტექსტი. დიახ, კი ბატონო, და ეს ტექსტიც როგორი ორაზროვანი იყო, ხო? ყველაზე ზდილობიან თუ შევაფასებთ, ხო? ასეთ ვითარებაში ამ ტიპის პრემიერ-მინისტრით, რომელიც სხვა შორის გუშინ ყველა ნახეთ რაღაცა მეზობლის ბავშვით მიბანცალებდა უკან, ხო? აი როგორ დაინახეთ თქვენ რეალობა ამ კადრებით? ყველამ რაღაც დასკვნა ალბათ გამოიტანა გუშინდელი კადრებიდან ივანიშვილი, ალიევი და უკან ირაკლი კობახიძე. აი თქვენ რა დაინახეთ ამ გავრცელებული კადრებით, რომელიც სხვა შორის უხმოდ გავრცელეს და მე აქვე ვიტყოდი, რომ არც ერთ რელიში არსად არ ეწერა ვინმე მყაველაშვილმა კობახიძემ ან საერთოდ ვინმე ალიევთან შეხვედრებისას დააყენა თუ არა მაგალითად გარეჯის საკითხი. გავიხსენოთ, რომ ქართული მედია საერთოდ არ დაუშვეს მათ პრესკონფერენციაზე. აი რა დაინახეთ ამ კადრებში? პირველი დავინახე ის, რაც სხვა შორის ღარიბაშვილზე თქვა, ხო? გვახსოვს ძალიან კარგად ივანიშვილმა ერთ დროს, რომელიც ახლა ციხეში უზის, რაც გინდა ის უწოდეთო. დავინახე იგივე. წარმოიდგინეთ, აი რა არის ჩემთვის საინტერესო გამორჩეულად, ხო? წარმოიდგინეთ, ხაბატონიკა ჩვენ გვთხოვენ ლეგიტიმაციას. კანონებს რო ვერ მიიღეს, კანონები დაგვიწერეს. რომ გინდა თუ არა მცანი ლეგიტიმური. თუ არა და დაგიჭერ. თუ არა და დაგიჭერ. პოლიტიკოსი ხარ, ბიზნესმენი ხარ, არ ვიცი მე, მასწავლებელი ხარ ყველას. ხო, აზრი არ აქვს. ყველას აბსოლუტურად დაგიჭერთო თუ არ გვაღიარებთ. ანუ ამ დონეზე აქვს ლეგიტიმაციის შიმშილი და მე რომ თხოვენ ლეგიტიმაციას, მათივე პარტიის უფალი და დონორი მათ არ აგდებს არაფრად. და ამ დროს ერს კანონით თხოვენ, სისხლის სამართლის კოდექსის ძალით თხოვენ, ხო? სისხლის სამართლის წესით თხოვენ ლეგიტიმაციას და მათივე ბატონი და მათივე დონორი უბრალოდ უყურებს როგორც რიგით, არ ვიცი, ხელქვეითს, როგორც რაღაც პაჟს და ესე მიბანცალებდა თავისთვის, კაციშვილს არ აინტერესებდა იმ ოთახში კობახიძე იქ იყო თუ არა, ათვალიერდნენ თბილისის ხედებს, ლაპარაკობდნენ, ანუ დიდი ბიჭები იყვნენ ჩართული სერიოზულ ამბავში და რომელიღაცა ირაკლი იქ თავისთვის დადიოდა ოთახში, სადაც გინდ ყოფილა, გინდ არა. და აი პრეზიდენტი რო ქვია, ფეხბურთელი რო არის, რო ეშლება სად თავი დაუკრას და სად ვის ხელი ჩამოართვას, ის საერთოდ არ მიიწვიეს ვახშამზე, როდესაც პრეზიდენტი
იყო ჩამოსული, ხო? როგორც ჩემთვის ცნობილი, საერთოდ არ იყო მიწვეული არც იმ კადრებში გვინახავს და როგორც მე ვიცი, არც ვახშამზე ყოფილა. აი ეს აჩვენებს იმ ტრაგედიას, რაც დღეს ჭირს ქართულ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ესენი გასაგებია რაც არიან, მაგრამ აქ საუბარია ორ კაცზე, ამ შემთხვევაში, რომელთაც ერთს ქვია პრემიერ-მინისტრი, მეორეს ქვია პრეზიდენტი და არიან აი ესე მართლა ჩალის ფასი აქვთ მათივე ბატონისთვის. არა თუ ხალხისთვის, რომელიც არ უჭერს მათ მხარს, ძალიან დიდი ხანია. მათივე ბატონიც კი ესე ექცევა, რომ გინდ ყოფილიყარ ოთახში, გინდა არა. მე რა პრემიერ-მინისტრი ძალიან მრავლის მთქმელი იყო ეს გავრცელებული კადრები, რომელიც უხმოდ გავრცელდა პარტიის პრესსამსახურის მიერ და აქ უნდა გავიხსენოთ, როგორც ითქვა, როგორც ბევრმა თქვა, საჩუქრად როგორ მიართვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავგან სადიკოვის თავი, ილჰამ ალიევს. ეს ვიზიტი თქვენი აზრით რა იყო და წინა კვირას ფაშინიანის ვიზიტი. აი ერთიანი კონტექსტი შეიძლება მათ ვიზიტში დავინახოთ. ჯერ ერთი, მერე მეორე. და მესამე ყაზახეთის საგარეო მინისტრი პრინციპში შეგვიძლია იქვე მოვიაზროთ. დიახ, პირველ რიგში ვიტყვი, რომ რაც ავგან სადიკოვს გაუკეთეს, ეს არის სამარცხვინო და ანტიადამიანური. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი ასეთი შემთხვევა, ჩვენ გვახსოვს მუხტარლის საქმე და მუხტარლების ოჯახი პრაქტიკულად აღარ არსებობს, აქვე ვიტყვი. ეს არის უმძიმესი ამბავი ადამიანურ დონეზეც კი, რომ გადავდოთ საქართველოს რეპუტაცია. საქართველო იყო ერთ დროს ამ რეგიონში თავისუფლების წერტილად, აქ პუცაც ირანელები მოდიოდნენ, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. მე ვიცნობ ირანელებს თბილისში და იცით ისინი მეუბნებიან, რომ ღამე არ ძინავთ მშვიდად, იმიტომ რომ აღარ არიან ისეთ ტიპის სახელმწიფოში, სადაც აქვთ დაცულობის გარანტია და ეს არის ამ ქვეყნის კატასტროფა. თან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, არსებობდა და ამის მიუხედავად მაინც მოხდა ავგან სადიკოვის გადაცემა აზერბაიჯანისთვის, ხო? ეს ძალიან სამარცხვინოა და ამავე დროს არის თქვენ სწორად ამბობთ დემარში სტრასბურგის წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. რაც შეეხება ვიზიტებს, მე ვფიქრობ, რომ აქ იკვეთება საერთო სურათი, რაც არის ის, რომ ამ რეგიონში მიდის არნახული გადათამაშება. ჩვენ ძალიან რეალური რისკის წინაშე ვდგავართ იმისა, რომ დავკარგოთ ის ისტორიული სატრანზიტო გზა, რაც ჩვენ გაგვაჩნდა და რითაც ყოველთვის ვამაყობდით და ვამბობდით, რომ ჩვენ ეს გზა გვაქვს და ეს გზა მოგვიტანს მეტ სიმდიდრეს, დაგვიცავს შედარებით, უფრო რელევანტურს გაგვხდის, შეგვინარჩუნებს რაღაცა აქტუალურობას, ხო, ინტერესს და ეხლა ძალიან მარტივად კეთდება სხვა გზა. აი ამაზე თვალსაჩინო რა უნდა იყოს. ამას მე აღარ ვამბობ, უკვე შენდება გზა. აი ეხლა ჩვენ რა გვსაუბრობთ, იქ აშენებენ გზას და რკინიგზას. და ალიევს ძალიან დიდი ფული აქვს ინვესტირებული, ძალიან სწორადაც, იმიტომ რომ რაც უფრო მალე მიაღწევს ამ გზის მშენებლობას, მით უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს ნახავს აზერბაიჯანი. ჩვენ ვუყურებთ როგორ ვითარებას. ყველა სახელმწიფო რეგიონში, აბსოლუტურად ყველა ლობირებს საკუთარ ეროვნულ ინტერესს. გარდა საქართველოს, რომელიც ჭრის აქტიურად იმ ტოტს, რომელზეც 40 წელია როგორც ერი და საუკუნეებია უფრო ფართო პერსპექტივაში ჩვენ ვხედავთ როგორც ერი, როგორც პოლიტიკური ერთეული. და აი რო შევხედოთ, ხო, ფაშინიანი აანონსებს, რომ 9 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული თავდაცვის პაკეტი მიიღო და იმავე კვირაში კობახიძე, რომელიც პრემიერის როლში ამბობს, რომ 257 ბინა გაყიდა. აი ამაზე მეტი კონტრასტი არსებობს. იმავე კვირაში მესამე მაგალითი ალიევი ამბობს, რომ მოაწერა ხელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხელშეკრულებას სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით. და კობახიძე ამბობს, რომ Deep State-ი ებრძვის მას, სამაგერად ბინებს ყიდის კწანიშში. აი ეს არის კონტრასტი, რაც მინდა აი ძალიან მარტივად ყველამ ვიგრძნოთ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ანაკლია თუ არ აშენდა რა მოხდება? მოხდება ის, რომ რეალურად არ გვექნება აქტუალურობა, დავკარგავთ შუადერეფნის ფუნქციას, არ გამდიდდება ჩვენი ეროვნული ბიუჯეტი, შესაბამისად არ გამდიდდებით ქართველები, არ შეიქმნება 10,000 ახალი სამუშაო ადგილი სამეგრელოში, არ მოხდება ახალი გზების, ახალი რკინიგზების მშენებლობა, არ მოხდება ახალი სერვისების მშენებლობა და შედეგად ჩვენ დავრჩებით ქოცურ ნეპოტისტურ ჭაობას. შეიძლება ალიევი, ფაშინიანი, როგორც დამლაგებლები სიტუაციისა ქართული ოცნებისთვის ასე განიხილებოდნენ? მე ვფიქრობ, რომ ალიევს და ფაშინიანს ორივეს აქვს ინტერესი, რომ საქართველოში, რა თქმა უნდა, მოხდეს იმ ტიპის ბმა საქართველოსთან, მოდი ასე ვთქვათ, რაც რა თქმა უნდა გაუმჯობესებს, ხო, დაახლოებით 12 ესე იგი მილიონ ტონაზეა საუბარი, თუ სწორად მახსოვს, რაც დაემატებოდა, ხო, ვთქვათ, შევსების კონტექსტში, ხო, ყველას აინტერესებს, რომ რაც უფრო განვითარებული იქნება რეგიონალური ჯამური ინფრასტრუქტურა, მით უფრო კარგია ყველას ეროვნული ინტერესებისთვის.
მისთვის და რა თქმა უნდა სომხეთს აზერბაიჯანს აქვს ამისი კარგი გააზრება, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენდნენ, მაგრამ ეს არ გამოვა ამჟამინდელი ესეთი კურსის პირობებში. რეჟიმმა უნდა გააკეთოს სხვა რაღაცები იმისთვის და ჩვენ მოუწოდეთ ყველას დღეს დავანახეთ რა არის გასაკეთებელი, ეს არის ამერიკული კაპიტალი, ეს არის ანაკლისის პრიორიტეტად გამოცხადება, ეს არის ჩინური და რუსული ინტერესების გვერდით გაწევა და სწორი ტიპის კაპიტალის შემოტანა და რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა, რისთვისაც ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დიდი მადლობა.